წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია. ვიღაცა გართობის ან თქვენი გონებრივი შესაძლებლობების შემოწმების მიზნით გეუბნებათ, რომ თუ იყიდით ფერად ხავალდებს, რომელსაც არანაირი ფასი არ აქვს და ნებისმიერ ნაგვის ურნას შეგიძლია ნახო, ან თუ თქვათ უდაბნოს მაცხოვრებლებისთვის ქვიშას წაიღებ დიდი რაოდენობით, ამ ყველაფერს გაყიდი და შემდეგ დიდ მოგებას ნახავ, ან მოკლედ აღარ გავაგრძელებ, ძალიან ბევრი საინტერესო სიტუაცია გველის დღეს და ამ სიტუაციებმა მე ძალიან ბევრი მაცინე, როდესაც ამ შესახებ გავიგე და მომინდა რომ თქვენთვისაც მომეყოლა ეს ამბები, იმიტომ რომ დღეს საკმაოდ იშვიათია რომ ადამიანს გულიანად რამეზე ეცინებოდეს. ასევე ეს ვიდეო არ იქნება მხოლოდ სასაცილო და უცნაური ამბებით ახსავსე, არამედ ცოტა ჭკუის სასწავლებელიც იქნება ძალიან ბევრი ადამიანისთვის. და ალბათ დაგვაფიქრებს, რომ არანაირი განათლება ზოგჯერ არ არის საჭირო და შესაძლებელია იყო ჭკუას უსტებამდე ბრიყვი და მაინც გახდე მილიარდერი. თქვენ ნახავთ თხრობის განმავლობაში, რომ ამ ადამიანისთვის ეპითეტის მოძებნა ძალიან რთულია. იმასაც ვნახავთ, რომ ანდაზა სულელებს ბედის წყალობთო სწორია. შეიძლება ისიც კი იფიქროთ აი თხრობის განმავლობაში, რომ ამ ადამიანს დროის მანქანა ჰქონდა და წინასწარ ჭრეთდა გაცილებით კარგად ვიდრე ვანგა და კაკულიები მომავალს. მე გპირდებით, რომ ტიმოტი დექსტერის ისტორია ნამდვილად არ დაგტოვებთ გულგრილს და საღამოსაც მხიარულად გაატარებთ, ამიტომ არხისთვის დახმარების ერთ-ერთი მეთოდი გახლავთ. მოწონების ნიშნის დასმა, ამ ვიდეოს სოციალურ ქსელებში გადაზიარება, რა თქმა უნდა, ბმულის გათვალისწინებით, ასევე კომენტარების დაწერა, რომელიც ძალიან ადგება ვიდეოს გავრცელებას და რა თქმა უნდა, არხის გამოწერა. და მე კვლავ ტრადიციულად უღრმეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფინანსურად ეხმარება ჩემს არხს, ეს ძალიან საჭირო არის იმისათვის, რომ მე კარგი და საინტერესო ვიდეოებით მოგამარაგოთ. არხს სპონსორი კვლავ არ ხავს, ამიტომ თუ ვინმეს გაგიჩნდებათ სპონსორობის სურვილი, მე მზად ვარ მაღალხარისხიანი რეკლამაც დაგიმზადოთ და ჩემს ყველაზე პოპულარულ ვიდეოებში ჩავსვა კიდეც. მაშ ასე დავიწყოთ. 1728 წელი კარტოფილის მწირი მოსავლის და შიმშილობის ზღვარზე მყოფი დექსტერების ოჯახი ირლანდიიდან ამერიკაში მიემგზავრება ბედის საძებნელად, ისევე როგორც ათასობით სხვა ადამიანი და დღევანდელი მასაჩუსეტსის კოლონიური ტერიტორიის, მაშინ ჯერ კიდევ შტატები არ არსებობდა, აი ამ კოლონიის ერთ-ერთ დასახლებაში მოლდენში იდებს ბინას. ეს მოლდენი ბოსტონთან ახლოს მდებარეობს. დექსტერების ოჯახისთვის ფული პრობლემას არ წარმოადგენდა, იმიტომ რომ ის უბრალოდ არ ჰქონდათ. მეწუ დექსტერს, ანუ ოჯახის უფროსს შრომა ეზარება, მაგრამ სამაგეროდ არ ეზარება სმა და პახმელიაზე ბავშვების კეთება და 1758 წელს დექსტერების ოჯახში ჩნდება ბიჭი. მოკლედ დაიბადა ადამიანი, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე იღბლიანი იდიოტი. ოჯახს იმდენად უჭირდა, რომ გამოიყვანეს სკოლიდან, მას მხოლოდ 2 კლასის განათლება ჰქონდა და 8 წლის დექსტერი მიაბარეს ტყავის საამქროში. მას ვერაფერს ვერ ასწავლიან და ამიტომ ერთ-ერთი რასაც ავალებენ, აი ეს გამზადებული ნაწარმი ადექი და მიიტანე ერთი ადგილიდან მეორეზეო და ამით ერთობა დექსტერი სადღაც 16 წლის ასაკამდე, ანუ თითქმის 8 წლის განმავლობაში იგი მეც არაფერს არ აკეთებს, ეს ტყავი მიაქვს A წერტილიდან B წერტილში. სხვა შორის, აი 16 წლის ასაკში მაინც რაღაც ეტყვა გადაუტრიალდება ტვინში და იფიქრებს, რომ ეხლა თლათ ასეც ხوار ვიქნები და სულ ასეთი ამის მატარებელი ხوار ვიქნები და სრულიად შემთხვევით გადააწყდება სანაგვეზე უამრავ გადაყრილ და ნახევრად გახრწნილ ძროხის და ხბოს ტყავებს. ამოარჩევს იქედან ნაწილს და ესეთი უგერგილოდ, მაგრამ მაინც შეკერავს წინსაფრებს, რომლებიც ძალიან დიდი პოპულარობით ისარგებლებს, იმიტომ რომ ძალიან დაბალი ფასი აქვს. მათ დიდი ჯიბეები აქვს, რომელშიც შეიძლება ჩააწყო ხელსაწყო იარაღები და ეს წინსაფარი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მეწვი პირველ ფულს იშოვის და საკმაოდ
იმ პერიოდისთვის საკმაოდ სოლიდურს. დღეში დაახლოებით $2-მდე შეუძლებს, ეს არის ალბათ დღევანდელი $200-მდე, საკმაოდ კარგი შემოსავალი აქვს. ამერიკის კონტინენტზე პარალელურად ძალიან დრამატული სიტუაციები ვითარდება, კერძოდ ის, რომ ინგლისი თავის კოლონიებში იწყებს და კერძოდ ამერიკაში, ამერიკა მისი კოლონია იყო მოგეხსენებათ, იწყებს გადასახადების აწევას. ამას მოსდევს ეგრეთ წოდებული ბოსტონის ჩაისმა, როდესაც ინგლისური ჩაით დატვირთული გემები შევიდა ბოსტონის პორტში და ბოსტონელებმა ეს ჩაი უბრალოდ გადაყარეს ოკეანეში და ამას მოყვა დიდი არეულობა. ეს იყო ფაქტიურად დასაწყისი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლისა და ომისა. სწორედ ამ პერიოდში, როდესაც დექსტერი სადღაც 20 წლისაა უკვე, იგი გაიცნობს მასზე 12 წლით უფროს ქვრივს, რომელსაც მზითევში კიდევ 4 შვილი ყავს, ელიზაბეთ ფროტინგჰემს და ცდილობს მისი გულის მოგება. სხვაშორის ელიზაბეთი საკმაოდ სიმპათიური ქალია, პარალელურად იგი ძალიან მდიდარია. მას მეუღლემ დაუტოვა რამდენიმე მაღაზია და ეს მაღაზიები დიდი პოპულარობით სარგებლობს და საკმაოდ დიდი შემოსავალიც აქვს. საბოლოოდ ელიზაბეთი ვერ გაუძლებს გაყვება მას ცოლად და ისინი ბინას იდებენ ამერიკის ალბათ იმ დროისთვის და ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ეს გახლავთ ჩარლზთაუნი. აქედან იწყება დექსტერის დაუჯერებელი ისტორიების კორიანტელი. ტიმოტიმ ჩარლზთაუნში გადაწყვიტა, რომ მეზობლები გაეცნო და მაღალი საზოგადოების წრეში გატრიალებულიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ მისი ადგილი არ იყო. არ იყო ადგილი გაუნათლებელი წერა-კითხვის უწოდინარი ადამიანისთვის, რომელმაც უცებ გადაწყვიტა, რომ მოხვდეს უმაღლეს საზოგადოების უმაღლეს წრეში. დექსტერის და ელიზაბეთის მეზობლები მაგალითად არიან ამერიკის მომავალი მამადამაარსებლები, ჯონ და სემუელ ადამსები, ჯონ ჰენკოკი და სხვები. დექსტერმა მაინც სადა ცხვირი შეეყო ამ მაღალ საზოგადოებაში და მას უთხრეს, რომ შენი მეუღლის ფულები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენს წრეში და ჩვენ საზოგადოებაში იტრიალო და დექსტერს მართლაც ყველაფერში ეტყობოდა, რომ აბსოლუტურად გაუთვლელი ხეპრე იყო და უვიცი იყო და ეს მისი ბრალი არ იყო პრინციპში, ცხოვრება მოიტანა ასე. მაგრამ ეს არ იყო მთავარი უბედურება, საქმე იმაშია, რომ დექსტერს ჰქონდა საოცარი წარმოდგენა თავის თავზე. ამ დროს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი ამისათვის. არის ასეთი კანონზომიერება ზოგადად ალბათ იცით, რომ რაც უფრო გაუნათლებელია ადამიანი და რაც უფრო კრიტიკას მოკლებული არის მისი აზროვნება, მით უფრო ამპარტავანია იგი. ეხლა განათლებული ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრ რაღაცას კრიტიკულად უყურებს და პირველ რიგში თავის თავს უყურებს კრიტიკულად და რაღაცას რომ შეისწავლის, შემდეგ იცის, რომ იმ შესწავლილის უკან კიდევ უფრო მეტია შესასწავლი, ამიტომ არ არის იგი ასეთი თავმომწონე და თავის თავში შეყვარებული, მაგრამ მოგეხსენებათ, ცარიელი თავთავი ყოველთვის თავაწეულია, ხოლო სავსე თავთავები თავდახრილი. ამიტომ განათლებული ადამიანი ასჯერ დაფიქრდება, ვიდრე ვთქვათ, იგივე ნიჩეს კრიტიკის დაწერა შეუდგება. და ტიმოტი მიფიქრა, რომ ეს ყველაფერი გამოწვეულიაო, იმიტომ რომ მე თანამდებობა არ მაქვს, რომ სადღაცა ეს სახელოსნოში მუშაობ, კვლავ რაღაც წინსაფრებს ვკერავ და აუცილებლად მე მჭირდებაო თანამდებობა. იგი ადგილობრივ ადმინისტრაციას მიადგა, კერძოდ ქალაქის მერს და მერიის აპარატს და განცხადებით მივიდა, განცხადება დატოვა მერიაში, განცხადებას თელმა მერიამ აქედან და იქედან უტრიალა და ვერაფერი გაიგო, ისეთი ენით იყო და ისეთი კალიგრაფიით დაწერილი და დაიბარეს. ტიმოტი და კითხეს, ჩვენ აქედან ვერაფერი ვერ გავიგეთო და რა გნებავთო. რამნებავს და თანამდებობა მინდაო. განათლებაო თქვენიო, განათლება უკვე ჩანდა იმ განცხადებიდანაც ხო და ტიმოტისაც არ მოუყვებია, რომ 8 წლის ასაკიდან იგი მუშაობს. არაო თქვენთვისო არანაირი თანამდებობა არ გვაქვსო სამწუხაროთო და აი როცა ცოტა წერა-კითხვას ისწავლეთ, ცოტა უფრო მეტი წიგნს წაიკითხავთ, შემდეგ კიდე შეიძლება რაღაცაო მოგიძებნოთ. მოკლედ ტიმოტი არ იქნებოდა თუ არა რომ იგი 2 თვის განმავლობაში ყოველდღე მიდის მერიაში, აწყობს სკანდალებს, ითხოვს თანამდებობას და ბოლო-ბოლო იქამდე მიდის საქმე, რომ როცა ტიმოტის ხედავ, ერთი კაცი ყავთ დანიშნული, რომელიც მუდმივად აივანზე ზის,
ყავას სვამს და მისი ერთ-ერთი მოვალეობა აქვს, რომ შორიდან დაინახოს ტიმოტი მოდის თუ არა. როგორც კი დაინახავს, რომ მოდის, იგი აფრთხილებს მერიის თანამშრომლებს, ნაწილი თანამშრომლების უკანა კარებიდან გარბის, ნაწილი იკეტება თავის კაბინეტებში და ბოლოს და ბოლოს ისეთი აუტანელი მდგომარეობა შეიქმნა მერიამ ფაქტიურად მუშაობა შეწყვიტა, პარალიზებულია ყველაფერი და გამოუგონეს. ბოლო-ბოლო უთხრეს, რომ კარგიო, ჯანდაბა შენი თავსო, მიწეს ბეჭედი, მიწეს ბლანკები, მიწეს ცალკე კაბინეტი და კაბინეტის თავზე დიდი ბრინჯაოს წარწერაა. ტიმოტი დექსტერი, გარეული ირმების გადაადგილებაზე დაკვირვების დეპარტამენტის უფროსი. ნიშნულობა არ აქვს, რომ ამ პროვინციაში, თვითონ ამ კოლონიაში ირემი არასდროს თვალით არ უნახავთ. მოკლედ, თანამდებობა აქვს ადამიანს. დეპარტამენტის უფროსია, მართალია არ არსებული რამის. ასეთი თანამდებობით საშესხმული და ეს ენთუზიაზმით ახსავს ტიმოტი, დანიშნვის მეორე დღიდან თავისი ბეჭდის და აი ქაღალდების და საბუთის საშუალებით აკეთებს რასაც აკეთებს ნებისმიერი უსინდისო ჩინოვნიკი. იგი სადაც მუშაობდა იმ მეწარმეს ართმევს, ვინც ყველაფერი ასავლა მას. საწარმოს მისცოლს გაუფართოვებს ტერიტორიებს, მაღაზიების ტერიტორიებს, მოკლედ სამსახურეობრივ მოვალეობას ბოროტად იყენებს, მაგრამ ამერიკაში ჯერჯერობით ჯერ კიდევ არ არის ეს თავისუფალი სასამართლოები, არ არის ეს სისტემა კარგად, კანონმდებლობის სისტემა კარგად აწყობილი, რომ აი ეს კორუფციული, აშკარა კორუფციული სქემა და ეს არარსებული რაღაცა გამოგონილი თანამდებობა რაღაცნაირად ალაგმონ და ამიტომ გაზდის მას. გაზდის, მაგრამ მიხვდება, რომ ეს თანამდებობაც ვანდამაინც ისეთი არ არის, რომ მას შეესრულებოდეს მაღალ საზოგადოებაში. არა და მისი ერთადერთი მიზანი ეს არის, იმიტომ რომ მეტნაკლებად ოჯახს ფული აქვს. მეტნაკლებად კარგა სერიოზული ფული აქვს. პარალელურად ამერიკა დუხს. პოლიტიკური ცხოვრება აღწევს თითქმის ყველა სფეროში და მით უმეტეს ყველა ოჯახში, იმიტომ რომ 12-მა კოლონიამ მეტროპოლიას ომი გამოუცხადა და დაიწყო ინგლისისგან დამოუკიდებლობისთვის ომი. იქმნება მზე სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ ეს ყველაფერი დექსტერის გვერდით ჩაივლის, მას ერთადერთი რაც აინტერესებს არის ფული და მაღალ საზოგადოებაში მოხვედრა. 1777 წელია და პირველი ამერიკული მთავრობა, ანუ იგივე კონტინენტური კონგრესი, ასე ერქვა მას, უშვებს ქაღალდის ფულს, ეგრეთ წოდებულ კონტინენტურ დოლარებს. კონტინენტური დოლარი იყო გამოშვებული სამხედრო საჭიროებებისათვის. და რა უნდა ქონოდა ხა ამერიკას ბევრი არაფერი ქონდა იმ პერიოდში და ამ დოლარს ზურგს არაფერი არ უმაგრებს. მისი გამოშვებისთანავე იგი იწყებს გაუფასურებას. გაუფასურდება და დაახლოებით 3 წლის განმავლობაში იგი 40 ჯერ დაუვარდება მას ფასი. ფაქტიურად ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მოკლე ხნისთვის გამოშვებული ფული, რომ შეისყიდონ ამ კონტინენტური დოლარებით შეიარაღება, საკვები ჯარისკაცებისთვის და გადაუხადონ ჯარისკაცებს ხელფასი. ომი მთავრდება, ჯარისკაცები ბრუნდებიან სახლებში და მათ ხვდებათ ხელფასი შეგაფერადებული ქაღალდების სახით. კონტინენტური დოლარებით შეუძლებელია რამე იყიდო, არავის იგი არ სჭირდება. და აქ ის ადამიანები, რომლებსაც ფული აქვთ, იწყებენ კონტინენტური დოლარების შესყიდვა. პატრიოტული აქტია ეს ფაქტიურად, ისინი ყიდულობენ ქაღალდს, ამით ისინი თითქოს ამყარებენ მას და ეხმარებიან სახელმწიფოს, რომ და პირველ რიგში ჯარისკაცებს, რომლებიც სიცოცხლეს წირავდნენ მათ გამო, რომ რაღაცნაირად ამ კონტინენტურმა დოლარებმა ფასი შეიძინოს. ამას დაინახავს დექსტერი და დაიწყებს ამ დოლარების სოფიანი ძაღლი ისე დაძდევს ამ დოლარებს და ყიდულობს კალაკალაკ დადის, მიაქვს თავისი მეუღლის ფული, თავისი ფული და მოკლედ სადაც გადააწყდა ამ დოლარებს ყველგან იყიდა. ის ხალხი ვინც ყიდულობდა, ის რაღაც ნაწილს ყიდულობდნენ, ძალიან ცოტას თქვა, რამდენიმე 10,000 ან 100,000, მაგრამ დექსტერმა იყიდა 65 მილიონი კონტინენტური დოლარი. ეს გახლავთ 25% იმ რაოდენობისა, რაც საერთოდ იყო გამოშვებული.
სავსეა, ესე იგი, მისი სარდაფი, საძინებლები, მისაღები ოთახები, საწარმო, მისი მეუღლის მაღაზიები გაავსებული არის ამ ფერადი ქაღალდით. საწა იყოს არ იცის, სულ გამოშვებული არის 240 მილიონი. ანუ 25% აქვს ნაყიდი. ჩაიდებს ამ დოლარებს ჯიბეში, წავა საჭმლის საყიდლად და იქ ეთქვია იგი რა ვის რა თქმა უნდა, შენ დოლარები შეგიძლია მაგითო ღუმელი დაანთო და ელდა ეცემა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უკაპიკოდ არიან აბსოლუტურად ოჯახში. საერთოდ არაფერი აღარ აქვთ და აქვთ ეს ფერადი ქაღალდებით გამოტენილი ოთახები. მოკლედ იმის მაგივრად რომ რაღაც მაღალ საზოგადოებაში ცხვირი შეეყო პირიქით მეზობლები დიხევიან სიცილით. ნუ ეს ირმებზე დამკვირვებელი კიდე თავის ფერადი ქაღალდების გროვაზე ზის და ფიქრობს რა ქნას. და სრულიად მოულოდნელად შტატების ახალდანიშნულმა ფინანსთა მინისტრმა ჰამილტონმა, რომლის სახეც თქვენ შეგიძლიათ $10-იანზე იხილოთ, გამოაცხადა, რომ თავის მოვალეობად იგი თვლის მთავრობამ ვალი გადაუხადოს მოსახლეობას, რომელიც კონტინენტური დოლარებით დაზარალდა და დაიწყეს ამ ფერადი ქაღალდების შესყიდვა და ერთ დღამში დექსტერი მულტიმილიონერი გახდა. მეზობლები მაღალი საზოგადოების წრიდან, რა თქმა უნდა, კინაღამ შურით შუაზე გასკდნენ და მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. გამდიდრებული, მაგრამ მაინც გარიყული დექსტერი ხვდება, რომ ბოსტონში იგი მდგომარეობას ვერ გამოასწორებს, რომ ბოსტონელები ძალიან ესეთი ბუმბულგაყრილები არიან და იგი წავა ჩრდილოეთისკენ იგი დასახლდება ერთ-ერთ საპორტო პატარა ქალაქში, ნიუბერიპორტში და ნიუბერიპორტში ააშენებს პირველ რასაც იზამს გიგანტურ სასახლეს, რომელიც უყურებს ზღვას და აქვს უზარმაზარი ბაღი. დაიქირავებს მოქანდაკეებს და ბაღს გაავსებს ხისგან გამოთლილი ადამიანის სიმაღლის ქანდაკებებით. შეღებილი ქანდაკებებით, ეს აი კიჩის უმაღლესი დონეა და არიან აქ ნაპოლეონი, კეისარი და რა ვიცი ვინ არა, ანუ უცნობილესი ადამიანები და რა თქმა უნდა ცენტრში არის ყველაზე დიდი ქანდაკება, ვისი, რა თქმა უნდა, დექსტერის. და დექსტერის ქანდაკებას წერია: მე ვარ პირველი აღმოსავლეთში, მე ვარ პირველი დასავლეთში და უდიდესი ფილოსოფოსი დასავლეთის სამყაროსი. და გაიგე ხარ რას ნიშნავს ეს, მაგრამ ნუ ასე დააწერინა. თომას ჯეფერსონის პედესტალზე მან დააწერა, რომ თომას ჯეფერსონი იყო დამოუკიდებლობის კონსტიტუციის ავტორი. და მას მიუთითებს, რომ არ არისო ეს სწორიო კონსტიტუციის კი არა, დეკლარაციის ავტორიაო, ანუ დამოუკიდებლობის დეკლარაციაა და რა კონსტიტუციაო. ვიღაცა მიადგა ამ კონსტიტუციის გადაკეთება დაიწყო დეკლარაციად. უნდოდა უпроსტად 7 ნაბიჯით წავიდა დექსტერის სახლისკენ, ცოტა ხანში გამოვიდა შაშხანით ხელში და დაომიზნა აი ჩამსწორებელს და ჩამსწორებელი მე მგონი ქალაქიდანაც კი გადაიხვეცა და დარჩა როგორც იყო, ესე იგი ჯეფერსონი არა დეკლარაციის, არამედ დამოუკიდებლობის კონსტიტუციის ავტორად. კიდევ ერთი მომენტია, ეს ქანდაკებები იმდენად დარიხარისხის იყო, რომ ორიგინალს საერთოდ არ გავდნენ და ამიტომ დექსტერი იმის დამიხევით რა ფეხზე გაიღვიძებდა, აი ამ წარწერებს გადაადგილებდა ხოლმე, იქ ნაპოლეონის წარწერას გადაიტანდა კეისრისაზე, კეისრისას გადაიტანდა თავისაზე და ნუ მოკლედ ამით ერთობოდა. მაგრამ ერთი პლუსი იყო, რომ ამ ქანდაკების სანახავად არამხოლოდ ადგილობრივები, არამედ სხვა ქალაქებიდანაც ჩამოდიოდნენ, ნუ ძირითადად საჯღანაოდ, რა თქმა უნდა და დასაცინად, მაგრამ ნუ ახლა იყო რომლებსაც ეს მოსწონდათ. დექსტერი ძალიან პრესტიჟულ უბანში დასახლდა და ნუ მეზობლები ჭკუაზე არ არიან ასეთი პრიმიტივიზმისგან და ასეთი პრიმიტივი მეზობელი რო ყავთ და ნუ ერიტანენ, რა თქმა უნდა მას. დექსტერის ცოლის უფროსშვილებზე ამბობდნენ, რომ ერთი ნახევრად დაცურებული ლოთი იყო და მეორეო ბოლომდე დაცურებული ლოთიო. დექსტერს უკვე ცოლის მობეზრებული ყავდა სხვათა შორის და ამბობდა, რომ იგივე მოკვდაო. მაგრამ რომ დაინახავდნენ ხოლმე მის ცოლს, ესო ვინა ესო აჩედილია ეს არის. ნუ მოკლედ კი ვერ არის კარგად ეს, ვერ არის კარგად. მოკლედ დექსტერი ნიუბერიპორტში არანაკლები დაცინვის ობიექტი ხდება ვიდრე ბოსტონში, მაგრამ კონტინენტურ დოლარებთან მიმართებაში ავანტიურამ იგი დაარწმუნა, რომ ფინანსური გენიაა. და ამ ჭიაღუებზე მაღლა დგას.
დექსტერმა ფულის ნაწილით იყიდა 9 სავაჭრო გემი. წარმოგიდგენთ რამხელა ფული გააკეთა და საერთაშორისო ბაზრების დაპყრობა გადაწყვიტა. თუმცა ჯერ უნდა მოეფიქრებინა რომელი საქონელი თქვა სად უნდა წაეღო. ხა დექსტერს არც ინტერნეტი ჰქონდა და არც თქვა ესეთი გამართული ურთიერთობები სავაჭრო წრეებთან, რომ მას გაეგო სად ვის რა ჭირდება. ერთ-ერთ წვეულებაზე, რომელზეც იგი მაინც პატიჟებდნენ მას, ახლა არავინ ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ დადიოდა ის და ყურს უგდებდა ხოლმე სხვები რას ლაპარაკობდნენ, აი მაგალითად ვაჭრები. და ამ ვაჭრებისგან შორიდან გაიგონა, რომ ამათ ხშირად ახსენებდნენ ერთი და იგივე ფრაზას, რომ to carry coal in Newcastle. ანუ წაიღე ნახშირი ნიუკასლში. დექსტერს ახლა მეტი ჭკუა რომ ქონოდა გაიგებდა თუ რას ნიშნავს ეს ფრაზა. კახეთში შენი ღვინით რო წახვიდე, ან ზღვაზე შენი წყალი რო წაიღო მარილიანი. ანუ აბსოლუტურად უაზრო წამოწყება. გაგიკვირდებათ და დექსტერი გადაწყვეტს რომ ნიუკასლში აკლიათ ნახშირი. ამ დროს ნიუკასლი გახლავთ ბრიტანეთში, ალბათ ევროპაში ყველაზე ძველი მაღაროელთა ქალაქი, სადაც მოიპოვება უმაღლესი ხარისხის ქვანახშირი, რომელსაც ყიდულობს მთელი ევროპა და სხვათა შორის ამერიკაც. არიციან ის ქვანახშირის აწაიღო. სავსეა ისედაც და მაგრამ ამაზე წარმოდგენა არ აქვს. დექსტერს მას გონია რომ ნიუკასლში საერთოდ არ არის ნახშირი და ამიტომ 9-ვე გემს დატვირთავს გაზეზავს ნახშირი და დააწვება ნიუკასლისკენ. ამას რო გაიგებენ მისი მეზობლები, კვდებიან სიცილით, იმიტომ რომ ფაქტია რომ ეხლა სად მიდიხარ, სად მიგაკ ნახშირი თავისი არიციანს აწაიღონ. აი რა უნდა მომხდარიყო ისეთი რომ დექსტერს თავისი ნახშირი გაეყიდა და გაეყიდა კი არა 600%-იანი მოგებაც კი ენახა. აი რა უნდა მომხდარიყო. კარგი გაგაწვალებთ. ანუ საკმარისი იყო დექსტერის გემები მიახლოებოდნენ ნიუკასლს, რომ იქ მე-12 საუკუნიდან, ანუ ამ რეწვის დაწყებიდან პირველად ისტორიაში გამოცხადდა გაფიცვა. გაფიცული იყო ყველა მაღაროელი და კაციშვილმა არ იცოდა, როდის მორჩებოდა ეს გაფიცვა და ამ დროს ნიუკასლის პორტში დგანან გემები, რომლებიც ელოდებიან ნახშირს, ქვანახშირს. ხელცარიელები ვერ წავლენ და მეორე მომენტია დგომაში ისინი ძალიან დიდ ფულს კარგავენ და ამ დროს შედის დექსტერის 9 ნახშირით გაზეზილი გემი და რა თქმა უნდა მას ყიდულობენ 6-ჯერ უფრო ძვირად ვიდრე ეს იყიდა დექსტერმა და 2 თვეში გემები ბრუნდებიან, სკივრების ავსი არის ფუნტი სტერლინგებით და დექსტერი კიდევ უფრო მეტად მდიდრდება, ზღაპრულად მდიდრდება. ამან ტიმოტი კიდევ უფრო გაამყარა რწმენაში, რომ არის აბსოლუტური გენია და კორიფე და მას ბადალი არ ყავს და ჯერ არ დაბადებულა ასეთი გენიალური ადამიანი და იგი აბსოლუტურად აუტანელი ხდება გარემოცვისათვის, ანუ ვერ იტანენ მას უკვე ქალაქში, იმიტომ რომ ასეთი კუდაბზიკა, ასეთთან განუვითარებელი და უბირი ადამიანი როგორი ასატანია, ხო? და ადგილობრივები გადაწყვეტდნენ, რომ ისეთი რამე მოუწყონ და ისე გააკოტრონ, რომ მან არათუ ქალაქი არამედ საერთოდ ამერიკა დატოვოს და დაბრუნდეს თავის ირლანდიაში. და ამ ყველაფრის მოსაკვარაღჭინებლად მთელი ოპერაცია ჩაატარა ნიუბერი პორტის მაღალმა საზოგადოებამ. მათ სპეციალურად მოიწვიეს ძალიან დიდი წვეულება და რა თქმა უნდა დაპატიჟეს დექსტერიც. დექსტერი დაპატიჟეს და სპეციალურად 2 თუ 3 ვაჭარი მას ჩაუვლის და ხმამაღლა ისინი საუბრობენ თუ რამდენად საჭირო არის კარიბის კუნძულებზე სათბურები. აი გრელკას რო ვეძახით ჩვენ. მაგრამ მე-18 საუკუნის სათბურები არ იყო რეზინის, რა თქმა უნდა, რეზინი და კაუჩუკი მაშინ არავინ იცოდა. ეს გახლდათ ასეთი ტაფის ფორმის დიდი ზომის ჩამჩა სპილენძის, რომელშიც იყრებოდა ნაკვერჩხალი, ზემოდან მას ეხურებოდა ესეთ ნასრეტებიანი ხუფი, ქონდა გრძელი სახელური და ამას დაატარებდნენ ხოლმე ლოგინში და მერე წვებოდნენ. ხომ გავსოთ ეს პიპინიერი უათფობს თავის ლოგინს უთოთი. აი დაახლოებით იგივე რამე არის ეს. და
რამდენჯერმე გაიგონებს ამას და იქო ესე იგი წარმოუდგენელი ფული ღირსო ეს ჩამჭებიო ეს სათბურებიო და იქო ვინც ამას აიღებსო საფრულად გამდიდდებაო და ამას მოკრავს ეს ყურეც და გავარდება იქედანვე და დაიწყებს ამ სათბურების შესყიდვას არ დამასწრონო ვინმეებმა არ წაიღონო იქო და საბოლოო ჯამში საკმაოდ დიდი ზომისაა დაახლოებით ესეთი ჯამია თავისი ხელით არც თუ ისე პატარა და საკმაოდ ძიმია და 50000 სალს შეიძენს დექსტერი 50000 სალ სათბურს კარიბის კუნძულებისთვის კარიბის კუნძულების სადაც საშუალო ტემპერატურა 30 გრადუსია ვის უნდა შენი გრელკა შენი სათბურა კარიბის კუნძულებზე ბაღდადში მიფრინა ვაშს გავყიდი ინდის ფორმას კიდე და კიდევ 1000 ის რატომა შენი ვაშლი ბაღდადში თავისი ვაშლის ბევრია რა უნდა მომხდარიყო ეხლა რომ ამაშიც ბედს გაეღიმა ტიმოტისთვის მოკლედ 50000 სათბურათი დატვირთული გემი მიადგება კუბას ხალხი როცა გაიგებს რისთვისაა საჭირო თავთან ციტრიალებს გიჟებ ხო ვის რა თუ თქვენ რითი გავგრილდეთ ის არ ვიცითო მაინც ვიღაცა ტიპი იყიდის სამცალს იყიდის და გაქრება ეს წავალო მეორე იქნება რაღაცაშიო სხვა რამეში გამოვიყენო ზავა გადის 3-4 დღე ხა იქ დგომა თვითონ სანაპიროზე პორტში დგომა ფასი ღირს და ამიტომ მიფიქრებენ კაპიტნები რომ მოდი დააბრუნდეთ ხა უკან და იქ მაინც რაღაცნაირად ნახევარფაში მაინც გავყიდოთ ეს სათბურებიო და ისისა ღუზა უნდა აწიონ რომ პორტი ივსება ხალხით ივსება მოდიან წარმომადგენლები კაპიტნებთან და ეუბნებიან რომ თელ პარტიასო ყიდულობთო ყველა აი და კიდევ თუ ჩამოგვიტანთო საერთოდ მაგარი ხალხი იქნებითო პირდაღებულები ესენი უყურებენ და ფასიო რა ღირსო ესაო და ესენი მიხვდებიან რომ რაღაცა მართლა დიდი აჟიოტაჟია და ნუ თქვათ სიტყვაზე თუ თქვათ $1 უნდა გაეყიდათ და ფასი ასე იყო შეთანხმებული სიტყვაზე ვამბობ ეხლა მე ზუსტად ფასი არ ვიცი მაგრამ ის კი ვიცი რომ 5ჯერ მეტი მოგებანახა დექსტერმა $5 თუ იყიდითო ერთ სალსო წაიღეთო იო გაცო $5 გას ამბობ და გაცლიან ესე იგი ნახევარ საათში ყველა გემი გაიცლება და გავს სავსე ფული სკიურებით ეს კაპიტნები პირდაღებულების ხედან და ვერ გარკვეულან რა ხდება კი შემდეგი ის ტიპი ხო გასულ 3 წელი რო იყიდა იმ 3 წელით ატარა მოკლედ აკეთიკეთ ეს 3 წელი ვერაფერს ვერ გამოიყენა მე დააფიქსირა რომ მოგეხსენებათ კუბაზე შაქრის ლერწმის წარმოება იყო და იქ შაქარს აწარმოებდნენ შაქარი ზიხარშება მე ნელ-ნელა ორთქლდება და როგორც აი ბადაგი არა კიდევ უფრო სქელი აი თქვათ როგორც თაფლია ესეთი მასა ხდება და ამ მასას თავზე ადგება ხოლმე მწარე ქაფი და ამ ქაფის მოსახსნელად ეს სათბურები აღმოჩნდა იდეალური თითქოს სპეციალურად ამისთვის იყო და მოგეხსენებათ თელი კუბა იყო პლანტატორებით გადავსებული და ყველას პლანტაციები ჰქონდა და ყველა შაქარს აწარმოებდა და ძალიან საჭირო ნივთი გამოდგა ეს ჩვენი სათბური და დექსტერი კიდევ უფრო გამდიდრდა და როგორია ეხლა იმ ხალხმა რომლებმაც ეს სპეციალურად მოაწყვეს და ელოდებოდნენ რომ აი ეხლა გასკდება დექსტერის ამბავიო ცუდათო და ალბათ 5ჯერ უფრო მდიდარი გამოდის კაცი მოკლედ გემები შემოდიან ნიუპორტში გადმოაქვთ ეს უამრავი ფული და ქალაქის ელიტას რა თქმა უნდა ყბა უვარდება კოაფენილზე გაკვირვებისგან და სიბრაზისგან და შურისგან ანუ სრულიად სურეალისტური სრულიად ფანტასმაგორიული წამოწყებიდან ეს კაცი კვლავ მოგებული გამოდის. ამ ამბებიდან 2 თვის თავზე დექსტერს კვლავ ჩააწვეთეს, რომ გენიალური კომერციული იდეა არისო, ბოსტონსა და ნიუპორტ შორის მდებარეობს პატარა ქალაქი, როკპორტი. იქ არისო 240 ტონა ვეშაპის ხორციო. თავის ძლებიან თავის ყველაფრიანათო და იმასო თუ შეისყიდიო, შემდეგ ამის გაყიდვასო შეძლებო ნიუბერი პორტში. არც კი შეამოწმებს. დექსტერი ისე შეიძენს აი ამ წარმოიდგინეთ 240 ტონა ვეშაპის ნარჩენები. აღმოჩნდება რომ ეს ნარჩენებია და არა ხორცი, ანუ ცხიმი გატანილია, ხორცი გატანილია და ეს არის ძვლები და ნაწლავები. აი რა შეიძლება აქედან გამოედნო დექსტერს. დექსტერს არაფერი არ გამოუდნია.
ევროპაში და ევროპიდან შემდეგ ამერიკაში იმ წელს ზუსტად გაჩნდა მოდა კორსეტებზე, რომელიც კეთდებოდა ვეშაპის ულვაშისგან. ვეშაპი, მაშინ პლასმასი არ არსებობდა, რეზინა არ არსებობდა და მხოლოდ აი ეს ვეშაპის ულვაში, რომელსაც ვეშაპი იყენებს წყლის გასაფილტრად, ის მასალა, რომლისგანაც მზადდება კორსეტები, იმიტომ რომ ეს დრეკადია, აღმოჩნდება, რომ ყველაზე დიდი მარაგი ამ ვეშაპის ულვაშისა აქვს დექსტერს. დექსტერი ამ ნაგავსაც გაყიდის ძალიან დიდი მოგებით. მიუხედავად ამ სიმდიდრისა, დექსტერი მაინც ვერ ისვენებს, ადგილობრივი ელიტა კი გადაწყვეტს, რომ კიდევ ერთხელ სადოს ბედი და საბოლოოდ აი დამარხონ ეს კაცი, ანუ გააკოტრონ და იქნება წავიდეს მათი ქალაქიდან, იმიტომ რომ აუტანელ რაღაცებს აკეთებს, ეხლა არ არის შემორჩენილი რას, მაგრამ ამბობენ, რომ ამ თავისი ამპარტავნობით და ლაპარაკი ეხერხებოდა, ტვინს ბურღავს, ტვინს უწნავს, რასაც ქვია ადგილობრივებს. და ახალ ბიზნეს იდეას თავაზობენ მას. ისევ ასეთნაირად ანუ ჩაწყობით მას ჩააგონებენ, რომ ინდოეთში ძალიან მაგრად იყიდება ირმის ტყავის ხელთათმანები. ინდოეთში ირმის ტყავის, ირმის ბეწვის ხელთათმანები წარმოგიდგენიათ 40 გრადუს სიცხეში. მოგლედ უკვე მიხვდით, ხო? დექსტერმა თუ კი სადმე ალასკა იყო, ეს კანადა იყო, ამერიკის ჩრდილოეთ შტატები იყო, იქ ესკიმოსების ბელადებსაც კი გახადა ეს ხელთათმანები და ათეულობით 1000 ხელთათმანი დატვირთა გემზე და გემი დაიძრა ინდოეთისკენ. ინდოეთისკენ რავალი ჩასასვლელია და თან მიგაკ დათბილული კი არა, იმის იქეთ რო არ არის ისეთი თბილი ხელთათმანები, ეს ხო არ არის ხელთათმანები ჩვენ რასაც ვიცავთ. ეს არის აი მართლა -40 გრადუსში რომ უნდა ჩაიცვა და -60 გრადუსს რო უძლებს. და ამას მიაკ იქ სადაც +40 გრადუსზე დაბლა ტემპერატურა არ ჩამოდის. აი რანაირად შეიძლება ის გაყიდო? რანაირად შეიძლება მოგება ნახო? და დაახლოებით იგივე სიტუაცია მეორდება, რაც სათბურებთან დაკავშირებით კარიბის კუნძულებზე, კერძოდ თვითონ ეს გამყიდველები რამდენიმე ცალი კიდიათ კისერზე და დადიან აქეთ-იქეთ და დასხდებიან საჭმელად. საჭმელად დასხდებიან და გვერდით ჩინელების ხედან. და ისინი კითხავენ, ესო რეებიო, რაში გჭირდება თუ და ესო ხელთათმანებიო, ესეთი ამერიკული ძალიან კარგი ხარისხისო ესო. იმარო აკურატ გინდათ, მაგრამ ერთ-ერთი ამ ჩინელებიდან გამოიყოფა და ეტყვის, რამდენი ცალი გაქვთ? შენ თქვიო კაცო და რამდენი უამრავი გვაქვს, 3 გემი გვაქვს ავსეო. ოდიო მე ვიყიდიო მაგას. ნუ მართლაც ამან ხო იყიდა, მე ვიღაცები მიადგენ კიდე, მოკლედ ერთ დღეში ეს ხელთათმანები გაიყიდა ძალიან სარფიანად და აღმოჩნდა რა, რომ ეს ჩინელი და შემდეგ ის ადამიანები, ჩინელები, რომლებმაც იყიდეს ეს ხელთათმანები, ისინი ხშირად დადიოდნენ რუსეთის ციმბირში, სავაჭროდ. იქ კი ასეთი ხელთათმანები, რა თქმა უნდა, ძალიან ძვირი ყიდა და ასე ნახა მოგება და ასე არ გაკოტრდა კვლავ ჩვენი დექსტერი გაკოტრდა კი არა, მილიონები დაუმატა. მოკლედ უკვე ფაქტია, რომ ამ კაცმა რასიშტერეც არ უნდა გააკეთოს, ყველაფრისგან ფული კეთდება. და კაპიკებად ყიდულობს ისეთ რაღაცებს, სადაც სხვა ადამიანს თავში არ მოუვა, მაგალითად ნიუბერიპორტის მერიამ თქვა, რომ ძალიან შეგვაწუხესო მაწანწალა კატებმა. და ნუ ეხა დექსტერს ფული აქვს და რატო არ დაეხმაროს ქალაქს და ბავშვებს დაავალებს, რომ თითო კატაშიო მე მოგცემ თითო ცენტსო, ცენტი მაშინ ცენტი იყო, აი ფული იყო და დიდ საცავს ააშენებს და ამ კატებს აგროვებს. მაგრამ ნუ აღმოჩნდება გაიცლება მართლა თვითონ ნიუბერიპორტის და მისი მიმდებარე ქალაქები გაიცლება სრულიად კატებისგან, მაგარი საქმე გააკეთა, ამას რამდენიმე 1000 კატა დაუგროვდა ამ შემოგარენში თავის შემორაგული აქვს რაღაც ადგილი აქვს. ნუ რა გინდა რომ უყოს და ნუ ვიღაცა უთხრა რომ ადექიო და აი კარიბის კუნძულებზე წაიყვანეო და იქო გაუშვიო. აქო ხო არის და მართლა ეს კეთილად მოიქცევა პრინციპში ქალაქისთვის კარგ საქმეს აკეთებს და სხვა ქალაქებისთვის და არც ხოცავს ამ კატებს და გაუშვებო ბუნებაში. წავა და ეს მისი გემი დაიძრება რამდენი 25000 თუ რაღაცა კატა. წარმოგიდგენთ გემზე რა ხდება. და მიადგებიან კარიბის კუნძულს, რომელიღაცას
აღარ მახსოვს ახლა ეს იამაიკა თუ სხვა კუნძულია, ну მოკლედ საკმაოდ დიდ კუნძულს, სადაც ასევე არის შაქრის ლერწმის პლანტაციები და ну იქ სადაც ადამიანია, იქ ვირთაგვებიც არიან, უამრავი ვირთაგვა და თაგვია. ისინი ეტყვიან რა სად გაუშვებ კაცო და მოვყიდეო და გაიყიდება ეს კატები. ანუ 1 ცენტად ნაყიდი კატები გაიყიდება სადღაც $1, ну ძალიან მაგარ ფასად. ჩვენ დექსტერი კვლავ მოგებაში. მოკლედ კატების ბიზნესიო კარგად წავიდაო და ჩამოყავს ეხლა სხვა ქვეყნებიდან არა, მაგრამ სხვა შტატებიდან გაუშვებს ამ ხალხს და უკვე 2 და 3 ცენტს აძლევს და ვის უნდა შენი კატები, აღარ ჭირდებათ ეგ აისო ის კარიბის კუნძულები, ეგ ადაყიდეს, გადმოყიდეს, მრავლდებიან. მოგესწრებათ კატა როგორ მრავლდება. შენ ცოცხალი კატა აღარავის აღარ ჭირდება და აქ უკვე დექსტერი ცოტა ცუდად მოიქცევა, იმიტომ რომ ეს რამდენიმე 1000 კატა რომელიც ცოცხლად ყავს, უბრალოდ მოკლავს და ტყავს გააძრობს, რასაც ქვია პირდაპირ მნიშვნელობით და ეხლა ამ ტყავს რა უნდა უყოს და ვიღაცა ეტყვის რომ სამხრეთ აფრიკაშიო აი მაგრად მოწონთო ამერიკული ესეთი ქუჩის კატების ბეწვიო და ეს იდიოტიც დატვირთავს ერთ გემს აი კატების ტყავით და გაუშვებს იქეთ და ну გაგიგვირდება, აღარ გაგიგვირდებათ, ხო გაიყიდება, გადასარევად გაიყიდება, იმიტომ რომ ადგილობრივები აღმოაჩენენ რომ ამ კატის ტყავს თუ გადააკრავ დოლზე საოცარ ხმებს გამოსცემს და მოკლედ მთელი ეს ათასობით ტყავი გაეყიდა. ამით სიგიჟეები არ მთავრდება. 30000 მორწმუნე კაცი იყო და 30000 ცალ ბიბლიას იყიდის და ერთ-ერთ ყველაზე უაზრო ბიზნეს პროექტს ამოიწყებს. მიაქვს ეს თვითონ მიდის სხვათა შორის გასაყიდად ამ ბიბლიების ისეთ კუნძულებზე, სადაც ხალხს წერა-კითხვა არ იცის კი არა, იმ ის ხალხი საერთოდ რაღაცას იმგენს ცემენ პატივს რაღაც ეთაყვანებიან ქვეებს და მზეს და მთვარეს და რაღაცა წერებს და ძაღლებს და კატებს და ასეთ ადგილას წაიღებს ამ ბიბლიებს და ნუ ეს ხალხი ატრიალებს ამ ბიბლიას არაში უნდა გამოიყენონ არ იცის და აუხსნის რომ ესო თუ არ გექნება თუ სახშიო არ არის იდოსო უბრალოდ აუცილებლად მოხვდებითო 60-ში და ამ 60-ზე ჯოჯოხიც ისეთნაირად დაუხატავს რომ ესენი გაუცვლიან, ესენი მოიხსნიან რაღაც სამკაულები, ოქროსი რაც აქვთ და აქვთ. თუ უამრავი ფულით კлау დექსტერი დაბრუნდება თავის ნიუბერი პორტში. სხვა შორის დექსტერი გარდა იმისა, რომ ამ კატებისგან და ძაღლებისგან წმენდა, ძაღლებისგან არა კატებზე იყო ძირითადად დატვირთვა, ძაღლები მაშინ დეფიციტში იყო, არ არის ასე როგორც ეხა საქართველოში რო ყველა ფეხის ნაბიჯზე სამწუხაროდ ჯიშიანი ძაღლებიც კი არიან მიუსაფრები, ასე არ იყო, კატები კი ცოცხლი. მოკლედ, ბევრ რაღაცას აკეთებს ეს ადამიანი, მაგალითად, იგი აფინანსებს ოპერას, თეატრს, ცირკს, ბიბლიოთეკებს, მისთვის გამორჩეულ მსახიობებს, პოეტებს, მომღერლებს ხელფასს აძლევს და, ну, მოკლედ, ქალაქს უვლის რა, პრინციპში არის ესეთი მოქალაქეა, კარგი მოქალაქეა, მაგრამ ადგილობრივი ელიტა მაინც ვერ იტანს მას და როგორც არარაობას მაინც ისე მოიხსენიებენ. რაღაცა ხელოვნების ნიმუშებს აგროვებს, მაგრამ როგორც წესი ეს ხელოვნების ნიმუშები ისეთივე ხარისხისაა, როგორც მისი ქანდაკებები, ინგლისის მეფეების მსგავსად გადაწყვეტს ტიმოტი რომ თავისი პირადი პოეტი ყავდეს. ეხლა ვინ დაუდგებოდა მას პირად პოეტად და ამიტომ ბაზარში ერთხელაც მან იპოვა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც თევზს ყიდდა, კამბალას და ბარაბულკას ალბათ და ძალიან პოეტურად აქებდა თავის საქონელს. ტიმოტის და სახში წამოიყვანა დაფნა ბევრი ეძება და ვერსად ვერ იპოვა, ამიტომ ოხრახუშისგან გააკეთა გვირგვინი, ამბიც გაუკეთა გვირგვინი და ესეთი ოხრახუშის თუ ნიახურის გვირგვინით ეს ბიჭი ყოველ დილით გამოეცხადებოდა მას საუზმობისას და უწუნიდა ლექს. ერთხელაც ტიმოტიმ გადაწყვიტა რომ იგი როგორც ლორდი ისე მოეხსენიებიათ და ამისთვის თითო ცენტს აძლევდა იმ ადამიანს, ვინც ეთქოდა რომ ლორდ ტიმოტი როგორ გძამდებით, შენ 1 ცენტი, და რომ ხალხი ნელ-ნელა მიჩვეულიყო, რომ ის ლორდი რა თქმა უნდა არანაირი ლორდი, არანაირი რაინდი და სერი ტიმოტი რა თქმა უნდა არ იყო. 40 წელს მიტანებულმა დექსტერმა რაღაც ეტაპზე ეჭვი შეიტანა, რომ მას ეკაიფებიან. ანუ ის ყველაფერი, რასაც მას ეუბნებიან, ეპირფერებიან და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის ტყუილი და უბრალოდ იგი დაცინვის საგანია. და საზოგადოების ერთგულების შესამოწმებლად მან
ძალიან საინტერესო რამ მოიფიქრა. ისევ ძალიან ექსცენტრიული რამ. ჩამოიყვანა ძალიან ცნობილი დურგალი, რომელმაც წითელი ხისგან შექმნა, მართლაც რომ შექმნა რაღაცა საოცარი ფორმის და კომფორტის წითელი ფერის უზარმაზარი კუბო და ისე კომფორტული იყო ის რომ დექსტერი საერთოდ იმაში იძინებდა თვეების განმავლობაში და ერთხელ დექსტერმა გამოაცხადა რომ მე ცოტა ვერ ვძნობო თავსო კარგათო ანუ შეუძლო თუ არო და ექიმიო მინდაო ექიმი მივა ექიმს იგი მოისყიდის და 2 დღის შემდეგ ექიმი გამოდის მისი ოთახიდან და ამბობს რომ დექსტერმა მოგლეთ წერილი წაიღო თავის წინაპრებთან და ასეო დაიბარაო რომ ერთი დღე პანაშვიდი ერთი დღე მეორე დღეს გასვენება და აი ამ პანაშვიდზე იქნება სასმელი საჭმელი და თხოვთო რომ მომიგონოთო როგორც კეთილათო აი ესეთ და გამაცილოთო ამ უკანასკნელ გზაზეო ლამაზათო მოგლეთ დექსტერი ჩაწვება კუბოში ექიმი მას გაუკეთებს სპეციალურ გრიმს და თან ხალხს ეთქვის რომ მაინც და მაინც ახლოსო თქვა მანო რომ არ მოხვიდეთო იმიტომ რომ არ ვიციო რა მჭირდაო რითი გარდავიცვალეო და მეც ვერ ვადგენო და ჯობსო ესე შორიდანო ეცითო პატივიო და მოგლეთ პანაშვიდი დაიწყო ეს კუბო დგას სასახლის უზარმაზარ ყველაზე დიდ დარბაზში ცენტრში და გვერდებზე არის მაგიდები, სკამები და უამრავი სასმელი და საჭმელი. დექსტერს აქვს იმედი რომ მისი სიკვდილი სრულიად ამერიკის შოკს გამოიწვევს და გლოვას გამოიწვევს ამერიკაში და ამ დროს ხედავს რომ 3000 ნუ კუბოდან უყურებს. რომ 3000-ზე მეტი ადამიანია მართალია მოსული, მაგრამ ეს ხალხი ძირითადად მოსული არის საჭმელად და სასმელად. ყველა სფეროზე კიდია შენი დექსტერი, სვამენ, ჭამენ, გამოთრებიან უკვე სიცილი და ვიღაცა სიმღერასაც წამოიწყებს და ყველაზე მეტად ხალისობს და ხარობს მოჩვენება. ანუ მისი ცოლი ელიზაბეტი. ნუ დექსტერი ატყობს რომ სიტუაცია გადის კონტროლიდან და ვიზღა ახსოვს ან შენი მეცენატობა, ან შენი სიკეთეები, ან შენი ისა ყველა არის ჭუიდან გადასული სიხარულისგან, ნუ სიხარულისგან თუ არა ყოველ შემთხვევაში არავის არ აინტერესებს შემოგდი თუ არ მოგდი. ამაზე ვეღარ გაუძლებს დიდხანს, ნუ წესი და რიგით გასვენებამდე უნდა გაეძლო, რომ ბოლომდე ენახა მისი ტრიუმფი სიკვდილის შემდგომ. ამაზე ვერ გაუძლებს და კლუბოდან წამოდგება. მეორე დღეს ადგილობრივი გაზეთები წერდნენ, რომ ქალების დიდი ნაწილი გულწასული დაეცა იატაკზე, პოეტი ფანჯრიდან გადახტაო, გულწასული ცოლები ჯენტლმენებმა მიატოვესო და იმ ერთ გასასვლელ კარში ისეთი ჭედვა შეიქმნა, რომ კარი ამოვარდა თავისი ჩარჩოდან და ანჯამებიდან და გავარდა გარეთ და უამრავი ადამიანი დაშავდა სხვათა შორის და პირველი რაც მტრეთი დამდგარმა დექსტერმა გააკეთა პანიკაში გაქცეული ცოლი გამოიჭირა მეორე სართულზე კარგა მაგრამ მიბეგვა ამის მერე ცოლმა აი დალურჯებული თვალებით და ხელებით ჩაალაგა თავისი ბარგი ბარხანა და წავიდა სახლიდან და დაუტოვა მზითებში უფროსი შვილი. ნუ ეს უფროსი შვილი ჭუები როგორც გითხარით, ბოლომდე დაქანებული იყო ლოთი და მერე ბევრი რაღაც მოაწყობს, ანუ დექსტერი მართლა რომ მოგდება, მერე გაანიავებს თელ ქონებას და თვითონ მათხოვრობაში მოგდება. მოგლედ დექსტერი მარტო მიუჯდა ექიმთან ერთად ამ სუფრას და ერთი კვირა სვა და ჭამა. ისე ჭამა და ისე სვა რომ კინაღა მართლა წერილი წაიღო და შეეშინდა ამისი და თქვა რომ ჩემი ბიოგრაფია იმდენათო დატვირთული და იმდენად კარგი და საინტერესო არის რომ მე ეს თუ წეგნად არ გამოვიციო ძალიან ბევრი დააკლდება კაცობრიობასო და დაწერს წიგნს. წიგნს დაწერს და ხელნაწერს მიიტანს გამომცემლობაში და პირველივე გვერდს რო წაიკითხავენ, ვერ წაიკითხავენ. საოცრებები წერია. ანუ იქ არის პოლიტიკა, სექსი, ქველმოქმედებაზე, ვაჭრობაზე, ფინანსებზე, ყველაფერზე წერია, ოღონდ ვერავინ ვერაფერს ვერ იგებს და პარალელურად არ არის არც ერთი სასვენი ნიშანი გამოყენებული. მაგრამ ეტყვის გამომცემელს რომ ძმაო შენ ძალიან ბევრ ფულს შესთავაზებს, როგორც არის ისე დაბეჭდება. არ მაინტერესებს. და აღმოჩნდება რომ ეს წიგნი არის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნი. რატო? იმიტომ რომ ყველას უნდა რომ კონდეს იგი. იმდენად დებილიზმია, იმდენად არაფერს არ წარმოადგენს, რომ მისი ქონა რაღაც უკვე თითქოს რაღაც კოლექციონერობის მომენტია და ერთადერთი მეორე გამოცემა, როცა სულ 9 გამოცემას გაუძლებს
რამდენიმე წელიწადში და მე კიდე გამოდის, მაგრამ აი მეორე გამოცემისთვის, როდესაც ხალხი შეწუხდება, რომ რაღაც წერტილმძიმეები და რაღაცები საცვენიშნები მაინც დაგესო, ტექსტერი ახალ წიგნს დაწერს, წიგნს არ დაწერს. ეს არის საკმაოდ ძვირფას ყდაში გამოიცემა ორი გვერდი, რომელზეც არის სასვენი ნიშნები და აწერია მოაყარეთ გემოვნების მიხედვით. მოკლედ, ძალიან სერიოზული ტროლი იყო ეს კაცი, აი ძალიან სერიოზული, რომელმაც ჭკვიდან გადაიყვანა იმდროინდელი აღმოსავლეთის სანაპირო ამერიკისა. ამის შემდეგ თითქოს დექსტერი დამშვიდდა, მისი ცოცხლის ბოლო წლების შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, ბევრი ესეთ ექსცენტრული არაფერი გაუკეთებია, როგორც ჩანს და 1806 წლის 26 ოქტომბერს ლორდი დექსტერი მშვიდად გარდაიცვალა თავის სასახლეში. ამჯერად იგი ნამდვილად გავიდა მარილზე და თავისი 60 წლის იუბილეს ერთი დღით ვერ მოესწრო, აი 59-ის გარდაიცვალა, მეორე დღეს ხდებოდა იგი 60 წლის. თქვენ გავსოთ რომ ტიმოტიმ საკმაოდ დიდი და გამოჩენილი კუბო დაამზადებინა და პლუს მე დამავიწყდა მე თქვა მან სარდაფში მოაწყო ძველ ეგვიპტური ფარაონებისთვის დამახასიათებელი აკლდამა. უზარმაზარი აკლდამა და დაიბარა რომ იქ დამასაფლავეთო და სამწუხაროდ, მისთვის სამწუხაროდ საკრებულო შეიკრიბა და თქვენს რომ არა ვეცი სანიტარული ნორმებიდან გადისვე ყველაფერიო და იქო იმ მავზოლეუმში თუ აკლდამაშიო ჩვენო არ დავაწვენთო და დაასვენეს ჩვეულებრივ საზოგადოებრივ სასაფლაოზე და ძალიან მალე მის საფლავს ბალახი მოეკიდა, იმიტომ რომ არავინ ყავდა მიმხედავი. როგორც გითხარით, ეს უფროსი ბიჭი დექსტერის, რომელსაც თავზე უეცრად დაეყარა უამრავი სიმდიდრე, ეს ოჯახი სასახლე ლამის ბორდელად გადააქცია, იყო ქალები ჩამოყავდა სხვადასხვა ქალაქებიდან, იყო სმა და სხვაჯერ ამბობენ რომ პირველად კოკაინიო თითქოს აქ გამოჩნდა როგორც ესეთ რეკრეაციული ნარკოტიკიო. შემდეგ ჩამოვიდა მისი მეუღლე ელისაბედი, რომელიც იმ დროისთვის უკვე 85 წლის იყო და იგი გარდაიცვალა აქვე და ცოლ-ქმარი ერთად არიან დაკრძალული ნიუბერიპორტის სასაფლაოზე. თუ მოხვდებით ამ ქალაქში, ჩემგან ერთი ყვავილი დაუდეთ მათ, იმიტომ რომ მიუხედავად ყველაფრისა, ეს ადამიანი იყო მართლაც უნიკუმი. საფლავი აქ მოსულთ ალბათ ახსენებს, რომ აქ მარხია ადამიანი, რომელიც ისე გახდა მილიარდერი, რომ მას თავის ტვინში ერთი ხვეულიც კი არ დასწრია. რომ ის იყო იმდენად ბრიყვი, რომ ეს გენიოსობაში გადასდიოდა. და ეს არის გაბატონებული აზრი ამ ადამიანზე. სინამდვილეში ვინ იყო ტიმოთი დექსტერი? თვითდაჯერებული იდიოტი, რომელმაც უბრალოდ ბედს, როგორც იტყვიან, კუდში ხელი წაავლო, თუ არაღიარებული ფინანსური გენია. თუ ადამიანი, რომელიც თამაშობდა მხოლოდ სულელს და სინამდვილეში კი დაფარულ ინფორმაციებს ფლობდა, რომლებიც საშუალებას აძლევდნენ მომავალი განესაზღვრა. იყო ის დროში მოგზაური თუ უბრალოდ ამართლებდა ანდაზას, რომ სულელებს ბედის წყალობთ. საინტერესოა, საიდან მოდის ეს ანდაზა, იმიტომ რომ იგი თითქმის ყველა ერშია, ესე იგი მუშაობს პრინციპი. შეიძლება იმიტომ მუშაობს, რომ სულელი მიდის იქ, სადაც ნორმალური ადამიანი არასდროს წავა. რომ შერეკილი ყოველთვის უფრო მეტად იღბლიანია, იმიტომ რომ იგი უფრო მეტად რისკავს. რისკავს იქ, სადაც სხვა არ გარისკავს. მაგალითად, მე ვთვლი, რომ კოლუმბი შერეკილი იყო. იგი წავიდა სრულიად გაურკვეველი მიმართულებით, მას ყველა ეუბნებოდა, რომ იქეთ დასავლეთისკენ არაფერი არ არის. დაიღუპები და მიადგა ორ უზარმაზარ კონტინენტს. ასევე ალბათ ჩვენი შერეკილებიც გავიხსენოთ, რომლებმაც გადაწყვიტეს არყისახდელით, იქ სახლიკაცის დაკარგული ჩოხით და დოლით გაფრენილი იყვნენ ცაში და გაფრინდნენ კიდეც. რა თქმა უნდა, დოლის გარეშე, ტიკის გარეშე, აბა, ვინ გაფრენდა? დექსტერის ისტორიას რო ვეცნობოდი, გამახსენდა ერთი ძალიან კარგი ტიპი, რომელმაც ამერიკას სირბილით შემოუარა, იყო ვიეტნამის ომში გადარჩა, იქ ისწავლა კრევეტების დაჭერა, შემდეგ გამდიდრდა ამ კრევეტებზე, შემდეგ თავისი ფული ჩადო რაღაც ხილის კომპანიაში, რომელიც ეს ხილის კომპანია აღმოჩნდა Apple,
უზომოდ გამდიდრდა და რომელიც თავის თავზე ამბობდა რომ კი მე გონება სუსტი ვარ, მაგრამ იღბლიანი გონება სუსტიო და ალბათ გახსოვთ ეს გენიალური ფილმი, ვისაც არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად ნახეთ, იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ეს არის ალბათ იმ ხუთეულში ფილმების, რომელიც აუცილებლად სანახავია. უკვე მიხვდით ალბათ, ხო? Forrest Gump. არ არის გამორიცხული რომ Dexter-ი უბრალოდ ბაგი იყო, ანუ შეცდომა იყო მწყობრ სისტემაში, რომელმაც შემთხვევით გაარტყა და გაიმარჯვა. თან გაარტყა ბევრჯერ და ზუსტად 10-იანში. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, მოხდა. ფაქტია, იმიტომ რომ ეს არ ხდება სადღაც მე-7 საუკუნეში და მე-5 საუკუნეში აგერ ხდება, როდესაც ყველაფერი უკვე გაზეთებიც არის და ადამიანებს ინფორმაციის გაცვლის უამრავი საშუალება აქვთ. და თუ ისევ გონიათ, რომ Dexter-ი უბრალოდ იდიოტი იყო, წადით და თქვენი საბანკო ანგარიში შეამოწმეთ. მე უკვე შევამოწმე და მოვიწყინე. მაშასე გასრულდა ამბავი ადამიანისა, რომელმაც სისტემა დაშალა, მე კი დავალებას გაძლევთ, მოიფიქრეთ რამე ესეთი გიჟური იდეა, ბიზნეს იდეა და არ არის გამორიცხული, რომ და დაწერეთ კომენტარებში და არ არის გამორიცხული, რომ მან იმუშაოს. და როდესაც თქვენ გამდიდრდებით, აუცილებლად გახდით ჩემი არხის სპონსორი. მე კი დღეს ამით გემშვიდობებით, იმედია კარგ ხასიათზე დადექით და ამიტომ შვიდ, წყნარ და ფინანსურად წელში გამართულ კვირას გისურვებთ. ჩვენ კი ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.